Დახლობლავ საქართველოს ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი იწყება ჟურნალისტების შეკითხვებს სარშელ გველაშვილი უპასუხებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვrთავთ მთავარ პროკურატურას. დავიწყოთ. მოგესალმებით. ჩვენი მორიგი შეხვედრის რაუნდზე ვიწევთ. შეიძლება გარკვეულად უკვე ტრადიციულიც დავარქვათ ჩვენ შეხვედრას და შევუდგეთ საქმეს. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ინფორმაციას მოგაწვით, ჯერ შემდგომ თქვენი დაკითხვა ჩავატაროთ და უბრალოდ ჩემი დაკითხვა ჩავატაროთ თქვენს მიერ და ასე და ამგვარად ჩამოვყალიბდებით. პირველ რიგში მე მგონი თქვენ დაგირიგეს პატარა ცნობა და მე მინდა ამის შესახებ პატარა კომენტარი გავაკეთო თუ რა ცნობა და რა დოკუმენტი დაგირიგდათ თქვენ. ეს ეხება ბუტარო ბაქიძის საქმეს. ბუტარო ბაქიძის საქმე სისხლის სამართლის საქმის არსებობის კუთხით სამ საქმეს მოიცავს. ერთი ეს არის საქმე, რომელიც მიმართული იყო ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდების წინააღმდეგ, იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდების საქმეზე. მეორე საქმე ეს იყო პატრულ ბაშალეიშვილის წინააღმდეგ წარმართული საქმე, გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის, სიცოცხლის მოსპობისათვის უფრო სწორად და მესამე საქმე ეს იყო საქმე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შეეხება. აქედან ერთი საქმე ბაშალეიშვილის მიმართ წარმართული დასრულდა განაჩენის გამოტანით. 2006 წლის 14 აგვისტოს ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მაშინ და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის გამო განაჩენი გამოვიდა მის მიმართ. რაც შეეხება საქმეს, რომელიც დაიწყო ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდა ადამიანების მიმართ, რომ მათ იარაღის უკანონო შენახვა, ტარება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად, ეს საქმე დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით პროკურატურაში და ბრალდებაზე ვთქვით უარი. აი, ასე ვთქვათ, ცნობა, რომელიც თქვენ გაქვთ, ასახავს მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების გიორგი ქურდაძის, კახაბერ აზარიაშვილის და აკაკი ბართაიას მიმართ იყო წარდგენილი სასამართლოში და გაძლევთ ინფორმაციას თუ რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში. კერძოდ, საგულისხმო არის ის, რომ 2005 წლის 30 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმე თბილისის პროკურორის მოადგილის გელა ბადრიაშვილის, ამჟამად ის არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მისი წერილით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. 2005 წლის 3 იანვრიდან 2006 წლის 10 ოქტომბრამდე ეს საქმე ჰქონდა მოსამართლე ნინო სანდოძეს, მაგრამ წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში არც ერთი სასამართლოს ხდომა არ ჩანიშნულა. შემდგომ 2006 წლის 10 ოქტომბრიდან 2007 წლის 23 იანვრამდე რამოდენიმე თვე ეს საქმე ჰქონდა მოსამართლე ეკა გაბრიჩიძეს, თუმცა საქმე არც ამ დროის განმავლობაში არ განხილულა. 2007 წლის 23 იანვრიდან 2012 წლის 17 დეკემბრამდე ეს საქმე ჰქონდა მოსამართლე ნინო ელიეშვილს და იყო ასევე უმოძრაოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ ბრალდებას უხსნედით ამ ახალგაზრდებს, შეწყდა ამ საქმის განხილვა. ანუ რისი თქმა გვინდა ამითი? ახალგაზრდების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე წარიმართა 2005 წლის 30 დეკემბერს და 2005 წლიდან 2012 წლამდე არის 7 წელი. 7 წლის განმავლობაში აი ეს საქმე უმოძრაოდ იყო და მისი განხილვა არ ხდებოდა. და ალბათ კარგახანს არ მოხდებოდა კიდევ, რომ
ჩვენ არ მიგვიღო გადაწყვეტილება ამ ახალგაზრდების უდანაშაულო ცნობის თვალსაზრისით და არ მიგვემართა სასამართლოსათვის შეწყვეტის მოთხოვნით, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით. ამის პარალელურად, როგორც გითხარით, აღძრული იყო საქმე იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აი ეს საქმე აღიძრა 2006 წლის 15 აგვისტოს პროკურატურაში და 2006 წლის 15 აგვისტოდან ვიდრე 2012 წლის 14 ნოემბრამდე, სანამ ჩვენ რეალურად არ დავიწყეთ გამოძიება, ამ საქმეზე არაფერი არ იყო განხორციელებული. მე შემიძლიათ აი თქვენ ნახოთ და მე შემიძლია გაჩვენოთ ვიზუალურად, რომ საქმე, რომელიც თავისი შინაარსით არის ესე ვთქვათ, პოლიციის მუშაკთა მიერ, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აღძრული, იყო მხოლოდ აი ეს ერთი ფურცელი. აი ეს არის ფორმა ნომერი 1, რომელიც შევსებული არის 2006 წლის 15 აგვისტოს და მას შემდეგ ამ საქმეს არაფერი არ შემატებია, სანამ ჩვენ არ მოვედით და როცა ჩვენ მოვედით და ამ საქმის გამოძიება რეალურად დავიწყეთ, დაკითხული იქნა ყველა პოლიციელი, დაკითხული იქნა ყველა შეხმხებლობაში მყოფი პირი, ამოღებული იქნა სატელეფონო ჩანაწერები, ანძები და სხვა მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რაც კი საერთოდ საქმეს ესაჭიროებოდა. ანუ რეაქციად ყურადღება ორი პარალელური საქმე, რომელიც ერთი არის სასამართლოში წარდგენილი, სადაც ეს ახალგაზრდა ბიჭები არიან პასუხისგებაში მიცემული და არ ხდება 7 წლის განმავლობაში საქმის განხილვა, ეს ერთი თემა და პარალელურად პროკურატურაში არის აღძრული საქმე სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და 7 წელი აქაც არაფერი არ ხდება. აი ესეთი, ასე ვთქვათ, ვითარება დაგვხვდა ჩვენ დღეს, როცა მოვედით პროკურატურაში და ამ საქმეს მიუდექით მისი გამოძიება გავაგრძელებთ. აქ საინტერესო და საყურადღებო რა არის? აი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და მოვიკულიეთ მთელი რიგი მასალები და მტკიცებულებები, უკვე შედეგად მივიღეთ ის, რომ რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა პირმა წარმოადგინა ვიდეო მასალა. ისმის კითხვა, სად იყო პროკურატურა ამდენ ხანს, სად იყო ეს ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა და აი ესეთი ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ახალი მტკიცებულება გაჩნდა. საქმეც ის არის, რომ ამ საქმეს არ იძიებდნენ, ამ საქმეზე ასე ვთქვათ, არავითარი მოქმედებები არ ხორციელდებოდა და რაღაც შედარება რო გავაკეთოთ ესეთი, როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკული ანთებითი ავადმყოფობა, იმისათვის რომ ეს ავადმყოფობა განიკურნოს, საჭირო არის რაღაც მწვავე პრეპარატების მიღება, რომ მოხდეს მისი გამოჯანმრთელების გზაზე დაყენება. აი, დაახლოებით ესეთი იყო ჩვენს მიერ ჩატარებული პროცედურა, როდესაც გამოვიკვლიეთ ყველაფერი, გამოვავლინეთ ბევრი გარემოება და აი ამ დროს ვიღაცას გაუჭირდა და გადმოაგდო რაღაც დოკუმენტი, ნახეთ, აღმოვაჩინეთ რაღაცა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც თურმე სხვაგვარად აშუქებს აი ამ მასალებს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ჩვენ მას შევისწავლით, ნახავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ შესაბამისად, როგორიც უნდა იყოს ობიექტური. მაგრამ თვითონ პროცედურა არის და პროცესი არის საინტერესო, რომ რეჟიმი, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა იმ ავადმყოფურ სიტუაციას და ყველაფერს ცდილობდა იმისათვის, რომ საქმე ყოფილიყო მიჩქმალული. და დღეს, როდესაც ვთქვათ, ჩვენ მოწმის სახით ამ საკითხთან დაკავშირებით ვიბარებთ ბატონ ღვინიაშვილს, რომელიც იყო მაშინ ქალაქის პროკურორი და ის არ ცხადდება აქ. თავი რო დავანებოთ სამართლის ნორმის დარღვევას, თავი რო დავანებოთ, ვთქვათ, მისი როგორც ყოფილი პროკურორის მოვალეობას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაემორჩილოს საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნას და გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, უბრალოდ ჩდება მორალური სახეც. აი ეს კაცი იყო ის პროკურორი, ვის ხელშიც აი ეს საქმე ესე იდო.
და არაფერი არ კეთდებოდა. და დღეს ასე ვთქვათ, მას და კიდე სხვა ადამიანებს აქვს სურვილი იმისა, რომ თავი დააღწიონ და პასუხი არ გასცენ, მათ შორის ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვებს და შესაძლოა პრეტენზიებს, რომელიც მათ მიმართ არსებობს. თქვენთვის დარიგებული აი ეს ცნობები დეტალურად იძლევა საშუალებას ნახოთ, თუ რამდენი ფურცლისგან შედგებოდა ეს საქმე, თუ რა იყო ამ საქმის დაწყების საფუძველი, როგორ მოხდა ამ საქმეების გაჭედვა და საბოლოო ჯამში როდის მოხდა მასზე გადაწყვეტილების მიღება. საგულისხმოა ასეთი ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეში არის, ჩვენის გადავიღეთ და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როცა ერთ-ერთი ახალგაზრდა აკაკი ბართაია, რომელიც ამ საქმეში ბრალდებული იყო ცნობილი, 2011 წელს მოსამართლეს წერს და ეუბნება, რომ მომეცით ცნობაო, მჭირდება სამხედრო განყოფილებაში წარსადგენად, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი საქმე იხილება სასამართლოშიო. ეს არის აქ საგულისხმო რა არის, რომ 2005 წელში წარდგენილ საქმეზე ეს ახალგაზრდა ადამიანი 2011-ში უკვე რომ დაჭირდა სხვა მხრივ ცნობის წარდგენა მისი სტატუსის შესახებ, იძულებულია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოც ამ ცნობას იძლევა. ეს მახასიათებელია უბრალოდ იმისათვის, რომ აი როგორი იყო ერთი ხელით მართული სასამართლოც და პროკურატურაც. აი ის რეალობა, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და რომელსაც დღეს ვაწყდებით, იყო ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ნაწილი იყო პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც გავლენაქმნილი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და პროკურატურის დანაყოფად იყო ქცეული, იყო მართული აბსოლუტურად ერთი ხელით. სხვანაირად შეუძლებელია ვთქვათ სინქრონში ახსნა ის, რომ არც პროკურატურა იძიებს საქმეს, არც სასამართლო იხილავს საქმეს. აი ესეთი დეტალი ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, გვინდოდა წარმოგვიდგინა თქვენთვის და ეს ცნობა ამას ემსახურება. Ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალყურს მთავარი პროკურორის ბრიფინგს. მე შევახსენებთ, მან ბუტა რობერტიძის მკვლელობის დროს დარწმუნებული მისი მეგობრების საქმის გამოძებაში ახალი დეტალები წარმოადგინა. მთავარი პროკურორის განცხადებით, 7 წლის განმავლობაში საქმე უმოძრაოდ იყო და მისი განხილვა არ ხდებოდა.